მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მოდელს Simplex Nocta Simplex Plus-ი. საშუალო სიმძლავრების მოდელი არის, იდეალური მოდელია დამწყებისთვის, ასევე ეს მოდელი არის გაქირავებაში, საკმაოდ კარგი მოდელია. საძიებო სიღრმე ამ მოდელს აქვს. ზოგადად საძიებო სიღრმე დამოკიდებული არის ბევრ გარე ფაქტორზე. პირველ რიგში საძიებო ლითონის მასაზე, ნიადაგზე, ეს ლითონი ღიად არის დამარხული თუ იზოლირებულია რაიონში და ასე შემდეგ. საორიენტაციოდ მონეტას, ბეჭედს ღიად დამარხულს ნორმალურ ნიადაგში ეს მოდელი მოძებნის დაახლოებით 20-25 სანტიმეტრზე. რაც უფრო დიდი იქნება ლითონი მასაში, მერე უფრო ღრმად მოძებნის შესაბამისად. დავიწყოთ მოდელის განხილვა. ჩართვა გამორთვის ღილაკი, ჩავთოთ. საკმაოდ მარტივი მენიუ აქვს, ვიღაცის რთული შეიძლება, მაგრამ არც ისე რთული სინამდვილეში. ზედა სკალა ეს არის ველები, ვირჩევთ იმის მიხედვით სად ვიყენებთ, ეზო, ველი 1, ველი 2 სანაპირო. მაგალითად ავირჩიოთ ველი 1. შემდეგ არის გრძნობელობის სკალა, იმის მიხედვით რამდენად სუფთა გარემოში ვიყენებთ დაბინძურებულში, მაგის მიხედვით ვირჩევთ. ეხლა რახან დახურულ სივრცეში ვიყენებთ. დავწიოთ ორ ხაზი, არ გვჭირდება ეხლა ჩვენ ამის სიღრმეს არ ვტესტავთ. ისედაც თუ თქვათ ეძებთ დაკარგულ რაიმე ბეჭედს გასაღებს, სავარაუდოდ ზედაპირულად თუ არის, მაშინ ჯობია მინიმალურ დონეზე დავაყენოთ, რომ ზედმეტი სიგნალები არ მოვიღოთ. დავაყენოთ ეხლა დაბალ მგრძნობელობაზე და ვნახოთ სხვადასხვა ლითონებზე სიგნალები. დავიწყოთ რკინით. რკინაზე ხმაც განსხვავებულია და სიგნალს მოგცემს 10-ზე დაბლა სტაბილურად 4-6-ში. ეს არის ლატონი. დაახლოებით 50 პლუს მინუს ხმაც განსხვავებულია. შემდეგი არის ვერცხლი, ვერცხლის ბეჭედი. ყოეთთან მკაფიო სიგნალს გვაძლევს, როგორც ხედავთ, 90-91 და ოქრო. ოქროზე იძლევა სხვადასხვა სიგნალს, დამოკიდებულია ოქროს სინთზე, როგორც წესი, გამოცდილებით რაც მინახავს, უმეტეს შემთხვევაში გვაძლევს 15-დან 30-მდე სიგნალს და ასევე შესაძლოა მოგცეს იშვიათად, მაგრამ მაინც 60-დან 70-მდე ფარგლებში. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ეძებთ თუ არა მარტო ოქროს. როგორც ნახეთ, იმდენად ფართო დიაპაზონი აქვს ოქროს სიგნალის, რომ მარტო ოქროზე ვერ დააყენებთ. შეიძლება სხვა სიგნალებით შეერიოს, მაგრამ შეგვიძლია აქ გავთიშოთ მენიუთი, მაგალითად რკინის გათიშვა მარტივად არის შესაძლებელი. შევდივართ მენიუში. პირველი ფუნქცია არის ხმის მომატება, მოკლება. მეორე გრუნტის ბალანსი, სტაბილურად 90-დან 0-ზე ჯობია. მეოთხე ფუნქცია არის ლითონების ჩართვა, გამორთვა. სკალაზე თუ დააკვირდებით, ციფრებიც აწერი 10, 30, 50, 70, 90, რა ფარგლებშიც გვაძლევს სიგნალებს და პატარა კუბიკები. პატარა სამკუთხედი და ნიშნა გაშავებული თუ არის კუბიკი, ესე იგი ის ლითონი იმ მომენტში არის გამორთული. მაგალითად, ეხლა გავთიშოთ 0-დან 20-მდე სიგნალი. ამ შემთხვევაში რკინის სიგნალს აღარ ვიღებთ, ვიღებთ არასტაბილურ სიგნალს, რადგან სუფთა რკინა ბუნებაში იშვიათი არის, ყოველთვის რაღაცა მინარევი აქვს ან ჟანგი იქნება, მაგრამ რკინის სიგნალს არ მივიღებთ. სამაგიეროდ მივიღებთ სუფთად ლატონის სიგნალს, სუფთად ვერცხლის სიგნალს. შეგვიძლია კიდე უფრო ვთქვათ, თუ ვიცით რომ მაგალითად ვეძებთ ვერცხლს. მარტივად შეგვიძლია გავთიშოთ 0-დან 80-მდე დიაპაზონში სიგნალი. ამ შემთხვევაში ლატონი, ოქრო, მეორე სიმჯის ოქრო
ლითონების ისევ ჩართვა იგივენაირი პრინციპით ხდება. ამ პატარა სამკუთხედს ამოძრავეთ პლუს მინუსით და მონიშნა. ხო, მაგალითად შეგვიძლია ახლა ვთქვათ გავთიშოთ ვერცხლი და ეს დიაპაზონი არის, ის დიაპაზონი, რაშიც ოქრო ასევე როგორც ნახეთ სიგნალს გვაძლევს 30-მდეც დავტოვოთ 25-დან 75-მდე დიაპაზონი ჩართული მხოლოდ. ამ შემთხვევაში ვერცხლის სიგნალს აღარ ვიღებთ. რკინის მინარევმა შეიძლება მოგვატყუოს, მაგრამ სტაბილური სიგნალი არ არის. სამაგიეროდ ვიღებთ ოქროს სტაბილურ სიგნალს. მაგრამ ამ დიაპაზონში ასევე შედის ლატუნი, ასევე შედის სპილენძი და ასევე შევა ბრინჯაოც. მენიუში სხვა ფუნქციებიც რაც შეეხება, შემდეგი არის F1, F2, F3. თუ დენის გადამცემ ხაზთან ახლოს ვიწევს ზეგნა, მაგ შემთხვევაში სტანდარტული ძაბვა თუ არის, მაშინ შეგვიძლია ამუშავოთ, მაგრამ ელექტრომაგნიტური ველი სიგნალებს მოგცემს, მაგ შემთხვევაში ან გრძნობელობას უნდა დავაკლოთ, ან უნდა ვცადოთ F1, F2, F3 მოგცემს სხვაობებს დიდი ალბათობით, მაგისთვის არის ეს ორი ფუნქცია, მაგრამ თუ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზია, საერთოდ რეკომენდირებულია საერთოდ არ ჩართოთ დეტექტორი. ეს მოდელი არის წყალგაუმტარი, დაფაც ბორტკომპიუტერით, 5 მეტრის სიღრმემდე უძლებს წყლის წნევას. თუ ვიყენებთ წყალქვეშ, შეგვიძლია ჩავთოთ ვიბრაციის ახლა არის ვიბრაცია ჩართული. ხმაც აქვს და ვიბრაციაც აქვს. შემდეგი ფუნქცია არის მონიტორის სიმკვეთრე. დააყენებთ ინდივიდუალურად და ბოლო ფუნქცია არის თუ ღამით ვიყენებთ, მაშინ აქვს განათება. და ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია, პრაქტიკული და გამოსადეგარი არის ეგრეთ წოდებული pin point-ი. თუ გაძლევს სტაბილურ სიგნალს და გადავწყვიტეთ რომ შევამოწმოთ ადგილი, ვაწვევით ამ რელაქს ისე რომ არ აუშვათ თითი. ჩაერთო pin point-ი. და ხვდებით ზუსტ მდებარეობას. როდესაც ეს წერტილზე ჩამო, ესე იგი ზუსტად დაფის ცენტრში არის ის ლითონი, რაც სიგნალს გაძლევს. კიდევ ერთხელ ეს მოდელი არის Nocta Simplex Plus-ი. არის წყალგაუმტარი რაცია, როგორც დაფა, ასევე ბორტკომპიუტერი. წყლის წნევას უძლებს 5 მეტრის სიღრმემდე. არის საშუალო სიმძლავრის მოდელი, საკმაოდ მარტივი მენიუთი.